მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო. დღეს თქვენთან ერთად უნდა გავიხილოთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პირველ რიგში შეეხება საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის, ადრე საკმაოდ, 2025 წლის განმავლობაში და ახლა დეტალურად მოგიყვებით როდის და რა პირობებში, შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ნატოს მეხუთე მუხლის პრინციპით, ურთიერთ თავდაცვას, ანუ თავდასხმა საუდის არაბეთზე ნიშნავს თავდასხმას პაკისტანზე, თავდასხმა პაკისტანზე ნიშნავს თავდასხმას საუდის არაბეთზე. ბევრი მსჯელობა იყო იმის შესახებ, რომ ეს ისლამური ან მუსლიმური ნატოს შექმნის პირველი ნაბიჯი არის და ახლა ჩვენ ვნახეთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება, კერძოდ ოფიციალურად თურქეთმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს შეუერთდეს საუდის არაბეთის და პაკისტანის აი ამ კონკრეტულ უსაფრთხოების შეთანხმებას და გარანტიებს. ამის შესახებ იქნება დღევანდელი ჩვენი ანალიზი. ეს მოვლენა პრინციპში ეს დღეებია, რაც ახლა ვითარდება, აქტიურად არის ასევე თურქულ მედიაში და ყურადღების ცენტრშია. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ანალიზი, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის. შეგიძლიათ ასევე დაწეროთ თქვენი კომენტარები არავის შეურაცხყოფის გარეშე. ამავდროულად, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, ესე იგი, ასევე შეგიძლიათ მხარდაჭერა გამოუცხადოთ არხს აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. დასავლურ ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის კი არსებობს საშუალება, რომ სპეციალურად შემოუერთდნენ, გაწევრიანდნენ არხზე და ამითაც მხარი დაუჭირონ არხის საქმიანობას. დიდი მადლობა და გადავდივართ უშუალოდ საკითხის განხილვაზე. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის შეთანხმებები უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს ძალიან დიდი ხანია, 1951 წლიდან რეგულარულად პაკისტანის სამხედროები იმყოფებიან საუდის არაბეთის სამეფოში და გარკვეულწილად მხარს უჭერენ მას. უნდა ზოგადად ჩვენ გავიაზროთ და ვიცოდეთ, რომ პაკისტანი რეალურად არის სამხედროების მიერ მართული ქვეყანა და მთელი მისი არსი, ასე ვთქვათ, უკავშირდება სწორედ ერთი მხრივ სამხედრო ტიპის მმართველობას, მეორე მხრივ ინდოეთისგან განცალკევებას რელიგიურ პრინციპზე, ანუ ისლამის პრინციპზე. რეალურად პაკისტანელების ეთნიკური მდგენელი მე შესწავლილი მაქვს საკმაოდ და ინდოელების საკმაოდ აქტიურად, როდესაც ჩემს სომხურენოვან არხზე ვამზადებდი ანალიზს დეტალურს პაკისტან-ინდოეთის კონფლიქტის ომის დროს, შარშან, ამ პერიოდში აქტიურად შევისწავლე და გავუზიარე ჩვენს აუდიტორიას ეთნიკური მდგენელები იქ და საერთოდ რანაირად არის გაყოფილი ეს ქაშმირის თემა და ასე შემდეგ. ძალიან შევისწავლე, როცა გულისხმობ სიღრმისეულ ნაწილს გულისხმობ, იმიტომ რომ ძალიან ჩახლართული თემაა ზოგადად, ძალიან ბევრი ეთნიკური ჯგუფია, რელიგიური, კონფესიური განსხვავებები, სადგადის საზღვრები, ვისთან არიან მონათესავე, ასე შემდეგ, საკმაოდ კომპლექსური საკითხი არის. სწორედ ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ პაკისტანის საკითხი ძირითადად არის რელიგიური პრიზმიდან და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისლამურ სამყაროში პრინციპში ერთადერთი ქვეყანა არის, რომელსაც გააჩნია ბირთვული იარაღი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ისლამურ სამყაროში ნამდვილად არის ერთადერთი, სხვების შესახებ არანაირი ინფორმაცია, რომ ბირთვული იარაღი გააჩნიათ, არ არის. ერთადერთი არის ირანი, სადაც არის სკეპტიკური დამოკიდებულება, შეიძლება უკვე აქვს, შეიძლება ქონდეს, შეიძლება შექმნის პროცესში არის, მაგრამ ესე მტკიცებით ფორმაში, რომ ნამდვილად აქვს, არ არის. ასეთი მდგომარეობა არის პაკისტანის შემთხვევაში. განსხვავება იმაში არის, რომ პაკისტანი არის სუნიტური ქვეყანა ისლამის და ირანი არის შიიტური ქვეყანა. ზოგადად განიხილება, რომ ეს შეთანხმებაც პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის, მათ შორის თანამშრომლობა მოიცავს ირანიდან მომდინარე საფრთხეს. დღევანდელს არა, დღეს აქეთ ირანს უჭირს და აქეთ მას ემუქრება საფრთხე რეჟიმს, მაგრამ თავის დროზე საკმაოდ ძლიერი იყო ირანი და საუდის არაბეთს გარკვეული, ასე ვთქვათ, ვარაუდიც ჰქონდა, რომ შეიძლება ირანს ჰქონდეს აგრესიული ქმედებები მის წინააღმდეგ. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ პაკისტანელი სამხედროები საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ასწავლიან საუდის არაბეთის ჯარს, მხარს უჭერენ მის საჰაერო ძალებს და საჰაერო თავდაცვის ძალებს, იცავენ სტრატეგიულ ობიექტებს
და რეალურად ეს პრინციპები ახლა რაც გითხარით, თავის მხრივ არის არ არის რაიმე სიახლე. გულისხმობ პაკისტანსა და ინდოეთს შორის ეს შეთანხმება, რომელიც დაიდო 2025 წლის 17 სექტემბერს. რიადში, საუდის არაბეთის დედაქალაქში. სანამ აქეთ გადავალთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიების ზოგადი ფენომენია, მაგრამ პაკისტანთან ერთად გაფორმებული უსაფრთხოების გარანტიები, როგორც წეღანაც გითხარით, გულისხმობს ბირთვული იარაღის კომპონენტს, ანუ ბირთვული იარაღის საკითხი არის მთავარი, იმიტომ რომ კლასიკური, ანუ კონვენციონალური უსაფრთხოების სისტემის ფარგლებში, შეიარაღებული ძალების ფარგლებში პაკისტანი და საუდის არაბეთი არც თუ ისე რეალურად ახლოს არიან, საკმაოდ შეუძლიათ გარკვეული დახმარება ერთმანეთისთვის, მაგრამ მაინც არ არიან ისე ახლოს, რომ შეძლონ აქტიურად ერთმანეთთან სამხედრო თანამშრომლობა კონფლიქტის დროს. რას გულისხმობ? მაგალითად, სახმელეთო ჯარებისში გაუჭირდებათ თანამშრომლობა. თან პაკისტანს თავად უჭირს, იმიტომ რომ ინდოეთთან აქვს ძალიან დიდი განსხვავება მოსახლეობაში, ხო, 1,5 მილიარდი დაახლოებით 200 მილიონზე მეტი მოქალაქე არის პაკისტანში და 1,5 მილიარდი ინდოეთში. ასე რომ თვლად პაკისტანს ისე არ აქვს საქმე, რომ დაეხმარო საუდის არაბეთს და საუდის არაბეთს მით უმეტეს. იმიტომ რომ ბევრი რისკის ფაქტორი არსებობს მის ირგვლივ. აქ მდგენელი უკავშირდება ძირითადად ტექნოლოგიურ გაცვლას, სადაც პაკისტანელებს გარკვეულ საკითხებში აქვთ უპირატესობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მდგენელი უკავშირდება ბირთვულ იარაღს. ეს არის ყველაზე საინტერესო და უნდა გვახსოვდეს, რომ როცა საუბრობთ საუდის არაბეთზე და პაკისტანზე, ორივე არის სუნიტური ქვეყანა. სუნიტური ქვეყნების შემთხვევაში კი ინტერესები ემთხვევა, განსაკუთრებით როცა მათ შუაში მდებარეობს ირანი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს მათთვის. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ საუდის არაბეთის ნდობა შეერთებული შტატების მიმართ ეტაპობრივად კლებულობს და შეერთებული შტატების მიმართ ეს ნდობის კლება გამოწვეულია მათ შორის იმით, რომ როგორც იცით, გახსოვთ, შარშან ისრაელმა დაარტყა კატარს. და რეალურად ამერიკელებმა ახლა პირდაპირ უნდა ვთქვათ, არაფერი არ გააკეთეს, შეეძლოთ ისრაელის პოზიციის შეცვლაც, შეეძლოთ რეალურად იმ ჭურვის ჩამოგდებაც. საერო თავდაცვის სისტემების მეშვეობით კატარში ამერიკელებს აქვთ ბაზა სამხედრო. არ გააკეთეს ეს. რატომ? იმიტომ რომ რეალურად ისრაელი კი არ ისროდა მარტო, ისრაელი და ამერიკა ერთად ისროდნენ, ასე გამოდის, შინაარსობრივად. და არა კონკრეტული გულისხმობ ვინ გამოუშვა ეს ჭურვი. იმიტომ რომ ჰამასის მეთაურები მოკლეს და ჰამასი შეერთებული შტატებისთვის იგივენაირად მტერია, როგორც ისრაელისთვის. ზოგადად ისრაელი და ამერიკა მოქმედებენ ერთად ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ნდობა საუდის არაბეთის მნიშვნელოვნად მცირდება ვაშინგტონის მიმართ და ეძებენ ალტერნატიულ მოკავშირეებს. ეს მოკავშირეების პოვნა მარტივი არ არის. ისე არ არის, რომ მარტივად ჩაანაცვლებ ვაშინგტონს აქ მოკავშირეები და საუდის არაბეთის ზოგადად სურვილი და მიდრეკილება ვაშინგტონთან ურთიერთობების, მათ შორის 100 მილიარდი დოლარის შეიარაღება აქვს ნაყიდი საუდის არაბეთს ამერიკისგან, გამომდინარეობს ირანის საფრთხიდან. ანუ ირანის ფაქტორი არის მთავარი აქ, მაგრამ ირანის გარდა ხო სხვა ფაქტორებიც არის, თუნდაც საუდის არაბეთისთვის თავად ვაშინგტონის შეიძლება იყოს საფრთხე რაღაც ფორმატში, პირობითად, გავლენის საფრთხე. ომს არ გულისხმობ მაინც და მაინც. სწორედ ამიტომ საუდის არაბეთი განიხილავს ორ ძირითად პარტნიორს ამ მიმართულებით უსაფრთხოების. ერთი არის პაკისტანი და მეორე არის თურქეთი. თუ გახსოვთ, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში, როცა საუბრობდით კონკრეტულად სომალილენდთან დაკავშირებულ საკითხზე და იემენში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ამ სურათზე, რომელიც დევს ვიდეოს თავარი სურათი რაც არის. მან ნახავდით, რომ საუდის არაბეთის და თურქეთის დროშები მაქვს გამოტანილი ერთად. და იქეთ გაერთიანებული არაბული საამიროების და ისრაელის დროშა ერთად. იმიტომ რომ საამიროები და ისრაელი თანამშრომლობენ და პარტნიორები არიან სტრატეგიულიც კი პრაქტიკულად და საამიროები აღიარებენ ისრაელს, ხოლო საუდის არაბეთი არ აღიარებს ისრაელს ჯერ კიდევ და ერთდროულად თურქეთთან ერთად კოორდინაცია აქვს იემენში. ამ კოორდინაციის ფარგლებში გეტყვით, რომ თურქულ სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ესეთი ვიდეო, ერთი ზარი და ჩვენი ფლოტი იქნება იემენში.
ანუ მოვალთ დავეხმარებით კერძოდ ვის საუდის არაბეთს, რომელიც იმარჯვებს კი არა და პრაქტიკულად გაიმარჯვა და ამაზე ანალიზი გავაკეთე კიდე იემენზე ცოტა ხნის წინ და შეგიძლიათ არხზე ნახოთ. და ნელ-ნელა იქ მთავრდება ეს ამბები. სად ნიშნავს ეს ფლოტის გამოგზავნას, ვიღაც იტყვის იემენთან როგორც თქვესო თურქებმა, მაგრამ იქვე არის სომალილენდი და სომალი. ანუ რეალურად დაპირისპირების ერთი კონკრეტული კერა ისრაელთან ჩდება იემენის მიმართულებით, და თურქეთი ძალიან აქტიურობს. 2025 წლის 17 სექტემბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში სტრატეგიული შეთანხმება დაიდო ურთიერთ დახმარების შესახებ, უпростоრად ურთიერთ თავდაცვის შესახებ, დაახლოებით ასე ჟღერს. რაც ნიშნავს იმას, რომ თავდასხმა ერთ ქვეყანაზე არის თავდასხმა ორივე ქვეყანაზე. ანუ თავდასხმა საუდის არაბეთზე არის თავდასხმა ასევე პაკისტანზეც, თავდასხმა პაკისტანზე არის ასევე თავდასხმა საუდის არაბეთზეც. ეს ძალიან მნიშვნელოვნად ცვლის დინამიკას ცხადია რეგიონში. სანამ გადავალ უშუალოდ დეტალურად ამის განხილვაზე, უნდა ვთქვა, რომ ეს რეალურად არის ნატოს მეხუთე მუხლის იდენტური შინაარსი. და სრულიად უადგილო არ არის ის განცხადებები, რომ ისლამური სახელმწიფოები ქმნიან ნატოს ალტერნატივას, ანუ ისლამურ ნატოს. ძალიან საინტერესო ფაქტორია. უნდა ვთქვათ ასევე, რომ ეს შეთანხმება ეფუძნება 80 წლიან თანამშრომლობას ორივე ქვეყანას შორის სამხედრო მიმართულებით, პრინციპში პაკისტანის ჩამოყალიბების თანავე და ამავდროულად ისლამურ სოლიდარობაზე. ანუ ძალიან ღიად და პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის ისლამური უსაფრთხოების მექანიზმი. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს შეთანხმება გულისხმობს თანამშრომლობას თავდაცვის მიმართულებით, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ წვრთნებს, სამხედრო ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, ასევე არ ითვალისწინებს კონკრეტულ მეტოქეს, კონკრეტულ მტერს, ანუ არავის ოფიციალურად წინააღმდეგ არ არის მიმართული. უნდა ვთქვათ, რომ ეს საკმაოდ პოლიტიკური ნაბიჯი არის მაინც, იმიტომ რომ იურიდიულად თუ ვინმე ომში შევა ერთ ქვეყანასთან, მეორეს ეგრევე შეთრევა ომში, რასაც ქვია, არ ხდება, ანუ რაღაც გადაწყვეტილება მაინც მისაღები ექნება. პრინციპში ნატოს ფარგლებშიც ასე არის, ანუ ავტომატური არ არის, მეხუთე მუხლი უნდა ამოქმედდეს თავდასხმის შემდეგ. აქ არის ძალიან საინტერესო, რომ პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჟა ასიფმა განაცხადა, რომ ქვეყნის შესაძლებლობები პაკისტანის ხელმისაწვდომი იქნება საუდის არაბეთისთვის, მათ შორის ბირთვული. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია და ამ განცხადებას ჰქონდა ძალიან სერიოზული გავლენა მედიაში, რადგანაც ბევრმა ეს მიიღო და ისე გაიაზრა, რომ ეს არის გარკვეულწილად პაკისტანის ბირთვული უსაფრთხოების გარანტიების გაფართოება ასევე საუდის არაბეთზე. ანუ ასეთი ტერმინი არსებობს, მაგალითად იგივე ნატოს ფარგლებში, გასაგებია ხო ბევრ ქვეყანას ნატოში ბირთვული იარაღი არ გააჩნია, მაგრამ რადგან ნატოში ხარ, ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ბირთვული იარაღი გამოდის, რომ შენიც არის. ეს ძალიან საინტერესო ფაქტორია, ხო? იგივე პოლონეთის, რომელსაც არ აქვს ბირთვული იარაღი, იტალია, სხვა ძალიან ბევრი ქვეყანა, ხო? მათ შორის ძალიან პატარა ისეთი ქვეყნები, როგორც არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები. შესაბამისად, ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ დაახლოებით იგივე კომპონენტი ხდება იქ, პაკისტანი აფართოებს საკუთარ ბირთვული იარაღის გავლენის არეალს საუდის არაბეთზე. თუმცა აქ მნიშვნელოვანი იყო, რომ შემდეგ უკვე ასიფმა ასევე თქვა, რომ ბირთვული იარაღი არ არის დღის წესრიგში პირდაპირ. ну ეს რბილი განცხადება იყო, ანუ გულისხმობდა, რომ გაცვლას არ აპირებენ, ანუ გადაცემას არ აპირებენ ბირთვული იარაღის. თუმცა რა კომპონენტში თანამშრომლობს არავინ იცის ზუსტად. პაკისტანმა ეს განაცხადა, რომ პრინციპში მათი ბირთვული იარაღის გამოყენება შემოიფარგლება ინდოეთის მიმართულებით მომავალი საფრთხეებისგან. თუმცა ეს მაინც რაღაც დიპლომატიური განცხადება არის და ბოლომდე ანალიტიკოსებმა არ დაუჯერეს პაკისტანს, რადგანაც
თავიდანვე ნათქვამი იყო, რომ მათ შორის ბირთვულიო. ბირთვული იარაღის იმედით შეიძლება კონდესო საუდის არაბეთს. ამის მიუხედავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა ანალიტიკური წრეები და მედია მიიჩნევს, როგორც მეც გითხარით ახლავე, რომ რეალურად ეს ბირთვული იარაღის უსაფრთხოების გარანტიასაც გულისხმობს გარკვეულ წილად. და სხვადასხვა ასეთი ანალიტიკოსები ავრცელებენ სწორედ აი ამ ტიპის სტატიებს. მათ შორის ცნობილი ანალიტიკური ცენტრები, როგორიც არის CSIS მაგალითად, და ესე იგი ის რომ ტექსტში ზოგადად არ არის ეს კონკრეტულად ბირთვული იარაღი ნახსენები, მაგრამ ცალკე ითქვა, შეიძლება გულისხმობდეს, შეიძლება არ გულისხმობდეს ბირთვული იარაღს. ანუ ლავირების საშუალებას უტოვებენ საკუთარ თავს. და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ხავაჟა ასიფმა და პაკისტანის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა იშაკ დარმა განაცხადეს, რომ ეს ფორმატი შეიძლება ღია იყოს სხვა არაბული ქვეყნებისთვის თანამშრომლობისთვის და კარები არ არის დახურულიო, ნატოს ტერმინოლოგია გამოიყენეს, გახსოვთ ხო ღია კარის პოლიტიკა ნატოში, ღია კარის პოლიტიკა გვაქო და ეს შეიძლება იყოს სპარსეთის ყურისთვის, ყურეში არსებული არაბული ქვეყნებისთვის საინტერესო. ასიფმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არის ისლამური ნატოს ალტერნატივა, ანუ შესაძლებლობა, ანუ კონკრეტულად თქვა, რომ ეს არის ისლამური ნატო, აი სიტყვასიტყვით. და სხვა ქვეყნები რო დაპატიჟა, საუბარია არაბულ ქვეყნებზე, მაგრამ თურმე მარტო არაბული ქვეყნებით არ შემოიფარგლება ეს. მოდით გეოპოლიტიკურ მდგენელებზე ვისაუბროთ ამ საკითხის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გეოპოლიტიკურად ირანის და ხუსიტების საკითხი არის მთავარი, იმიტომ რომ და ხუსიტები არიან იემენში. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ იემენის ანალიზში დეტალურად. საუდის არაბეთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, მათ შორის არა პირდაპირ ირანიდან, არამედ ხუსიტებისგან, რომლებიც დრო და დრო წარსულში ეხლა ნაკლებად ბირთვულ უკაცრავად, ესე იგი, ბალისტიკურ, ისევე როგორც დრონებს იყენებენ იემენური ხუსიტები საუდის არაბეთის წინააღმდეგ და მათ შორის საუდის არაბეთის ნავთობ გადამამუშავებელი ფაბრიკების წინააღმდეგ. რატო აკეთებენ ამას? მიზეზი არის ძალიან მარტივი. ისინი თვლიან, რომ საუდის არაბეთი თანამშრომლობს ამერიკასთან, ამერიკა კი მტერია, შესაბამისად მტერთან თანამშრომლობენ, ღალატობენ ისლამს და ამით არაჭეშმარიტ გზაზე დგანან რეალურადო. და რადგან ხუსიტები არიან შიიტები, ამ ლოგიკაში მიყვებიან ირანს. ანუ ეს არის ერთი კონკრეტული მდგენელი. და რადგანაც პაკისტანს გააჩნია საზღვარი ირანთან და თან უნდა ვთქვათ, რომ პაკისტანი არის სუნიტური, ეს პრინციპში ითქვა რამდენიმეჯერ, ბალოჩები ცხოვრობენ როგორც პაკისტანში, ასევე ირანში და ერთი მიმართულება არის, რომ ბალოჩები, რომლებიც სუნიტები არიან, შეიძლება პოტენციურად ირანის წინააღმდეგ საფრთხე იყოს. ირანის ისლამური რესპუბლიკის იდეა ზოგადად არის ისლამური რევოლუციის ექსპორტი. ნუ ეხლა სათალიათ ექსპორტისთვის რევოლუციის, აგერ პირიქით იმპორტი აქვს დემოკრატიული ტიპის რევოლუციის პრაქტიკულად, ანტი-ისლამური, ანუ ისლამური რეჟიმის დამხობის მიმართულებით და სეკულარული სისტემის ჩამოყალიბების, მაგრამ ადრე ეს ჰქონდა ძალიან აქტიურად და შიშები იყო ნამდვილად რეალური ამ ქვეყნებიდან, მათ შორის საუდის არაბეთიდან და პაკისტანისგან. გარდა ამისა, ეს გარკვეული თანამშრომლობის შესაძლებლობა იქმნება, რომელიც არ არის ესე კონკრეტულად მიმართული ვიღაცისკენ. აქ იქმნება ესეთი საკითხი, რომ თუ პაკისტანი და საუდის არაბეთი ასეთ თანამშრომლობას ქმნიან, მაშინ რა როლი ექნება კიდევ ორ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეს ახლო აღმოსავლეთში ისლამურ კონტექსტში. ეს არის თურქეთი და ეგვიპტე. ეგვიპტე რეალურად თუ ნახეთ, საუდის არაბეთი არის მთავარი ისლამური ქვეყანა, იმიტომ რომ ეს არის ჯერ ერთი არაბული სამშობლო და პლუს ისლამის სამშობლო, პლუს სადაც ისლამის მთავარი ქალაქები მდებარეობს, ანუ წმინდა ადგილები ამ რელიგიის მიხედვით, მექა და მედინა. შესაბამისად, საუდის არაბეთი როლი ყოველთვის არის ნომერ პირველი ისლამურ სამყაროში, თუმცა ყოველთვის ეს განსხვავდება, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როცა ხალიფი, რომელიც მართავდა ისლამურ სამყაროს, იყო
ოსმალეთის იმპერიიდან, ანუ თურქები. შესაბამისად, თურქები სუნიტები არიან და აგერ შენ უკვე მეორე კონკურენტი თურქეთი. ეგვიპტე მართალია საკმაოდ სუსტია, არაბები არიან რეალურად და სამხედრო კუთხითაც სუსტი არიან, მოსახლეობის დიდი მდგენელი კი გააჩნიათ და ისლამის მიმართულებით და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც საუდის არაბეთს ვერასდროს ვერ აჯობებენ, როგორც ჩანს, ისლამურ დომინანტ პოზიციებში ეგვიპტეს რაც შეეხება. კიდევ ერთი მოთამაშე არის ირანი, რომელიც არის ალტერნატიული ისლამის, ანუ შიიტური ისლამის, ასე ვთქვათ, ცენტრი და შესაბამისად ირანი თავს განიხილავს როგორც მთავარი ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ადგილები ისლამის ძირითადად არის, როგორც გითხრათ, საუდის არაბეთში, ეს წმინდა ადგილები ასევე არის ერაყში, ქერბალა მაგალითად, რომელიც არის შიიტური და იქ ირანს გააჩნია გავლენა რეალურად პირდაპირ და არ არის ეს მაინც და მაინც საუდის არაბეთის გავლენის ქვეშ. და კიდევ ერთი ფაქტორი არის პაკისტანი. პაკისტანი კი არის სუნიტური ქვეყანა. პაკისტანელები არ არიან არც არაბები რეალურად და პაკისტანელები თავისი არსით უფრო გვანან თურქებს. რას გულისხმობ? ჯერთი რომ თურქებთან ნათესაობაც აქვთ, იმიტომ რომ შუა აზიური თურქული იმპერიები ერთი პერიოდი კი გადმოვიდნენ აქეთ ანატოლიაში და ვიზანტია დაიპყრეს და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი პერიოდი კი ისე სამხრეთისკენ წავიდნენ და პაკისტანის დღევანდელ ტერიტორიაზე და ინდოეთის ნაწილზე იქ გაავრცელეს საკუთარი ხელისუფლება და მათ შორის ისლამიც და აქედან პაკისტანელებთან რეალურად გარკვეულწილად მონათესავე კავშირებიც გააჩნიათ, მაგრამ ეგ არ არის მთავარი მათ შორის ის არის, რომ პაკისტანელებიც არ არიან არაბები, არიან მუსლიმები, არ არიან არაბები. ისლამი ხო არაბული სამყაროდან წამოსული რელიგიაა, მაგრამ თურქები ამას უწოდებენ, რომ ეს კი არის წამოსული იქედან, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველთვის უნდა იყოს ცენტრი არაბულ სამყაროში ისლამის და თურქები ამბობენ, თურქულ სამყაროშიც უნდა იყოს ცენტრი, ან პირველ რიგში და ოსმალეთი ამის მაგალითია და პაკისტანელებიც დაახლოებით ასე უყურებენ ამ საკითხს და ეს არის ძალიან საინტერესო მდგენელი. ახლა უკვე უნდა შევადაროთ და გავიაზროთ, რატომ არის ამ პროცესში ჩასართვლად, ანუ რაზეც ვსაუბრობ დღეს რეალურად, ანუ თემა, რასაც უკავშირდება, არის თურქეთის სურვილი გაწევრიანდეს ამ კავშირში. რატომ არის თურქეთი დაინტერესებული ამაში? პირველ რიგში, რომ თურქეთის ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან ასევე მნიშვნელოვნად არის დაზარალებული ამ მომენტისთვის, დაზიანებული გარკვეულწილად. ანუ შეერთებული შტატებისადმი ნდობა კლებულობს და აქედან გამომდინარე თურქეთი ეძებს მეტ პარტნიორს ახლო აღმოსავლეთში, ისლამურ სამყაროში და ამავდროულად თურქეთი ემზადება პოტენციურად ისრაელთან გარკვეულ დაპირისპირებისთვის და თუ ეს დაპირისპირება იქნება, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთს, რომ კონდეს მოკავშირეები არა მხოლოდ პირველ რიგში რეგიონში, იმიტომ რომ დასავლური მოკავშირეები შეერთებული შტატების მაგალითზე შეიძლება უბრალოდ შეცვალონ პოზიცია თურქეთის მიმართ ძალიან მკაფიოდ. ანუ პირობითად ნატოს მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს თურქეთი. იქედან გამომდინარე, რომ მისი პოზიციები ისრაელის მიმართ შეიძლება იყოს ნატოს წევრი ქვეყნების პოზიციების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ინტერესების თანხმედრაც გაცილებით მეტია. თუ შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან თურქეთის ინტერესები ეტაპობრივად იკლებს და ეს უკავშირდება ასევე ღაზას საკითხს, უკავშირდება ქურთების საკითხს, უკავშირდება ბერძნების, მათ შორის კვიპროს, როცა გულისხმობთ ისრაელს პირველ რიგში ცხადია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ ამ ბევრ საკითხს როცა უკავშირდება, ამ ყველაფრის ფონზე ინტერესები თურქეთის და პაკისტანის, რომ ბევრ საკითხში ემთხვევა, ეს ჩვენ ვნახეთ მათ შორის პაკისტანის და თურქეთის აქტიური ჩართულობით ყარაბაღის კონფლიქტში, აზერბაიჯანის მხარდაჭერა ჰქონდა ორივეს მკაფიო და ზოგადად ვნახეთ ასევე ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის დროს, როდესაც თურქეთმა შეიარაღებაც მიაწოდა პაკისტანს, გემიც გააგზავნა და საერთოდ დრონებიც კი მიუწოდა, ანუ გაყიდა დრონები მიწოდების ფორმატში, რამდენად კონკრეტულად გაყიდა და არა აჩუქა ეს არ ვიცით.
და რეალურად უნდა ითქვას, რომ პაკისტანის მთავარი ერთ-ერთი მხარდაჭერი აი ამ ომის დროს აღმოჩნდა სწორედ თურქეთი. რაც შეეხება საუდის არაბეთს. აქ უკვე ვთქვი, რომ საუდის არაბეთის და თურქეთის ინტერესები საინტერესოდ ემთხვევა საამიროების ინტერესების წინააღმდეგ იემენში, საინტერესოდ ემთხვევა სწორედ სომალილენდის მიმართულებით და ამ თემის კონტექსტში და შესაბამისად თურქეთი ხედავს, რომ საუდის არაბეთთან დაახლოების გაცილებით მეტი საშუალებები არსებობს. ზოგადად ასევე უნდა ითქვას, რომ თურქეთი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ზრდის ექსპორტ სამხედრო, იცით რომ აწარმოებს ძალიან მნიშვნელოვან თავად უკვე სამხედრო ტექნოლოგიებს, ეს ზოგადად გამომდინარეობს იქედან, რომ თურქეთი აღარ ენდობა დასავლეთს ამ ტექნოლოგიების კუთხით, მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს, მათ შორის როგორც გითხარით, კატარში როცა დარტყმა მოახდინა ისრაელმა, შეერთებულმა შტატებმა, რომ არაფერი გააკეთეს, ეგ გარკვეულწილად უნდობლობას იწვევს ინჯერლიკის ამერიკული ბაზის, ნატოს ბაზის მიმართ, რომელიც თურქეთში მდებარეობს, რომელიც ისედაც ძალიან მწირი რესურსებით არის დარჩენილი, ასევე ბერძნების მიმართ მკაფიო მხარდაჭერა ამერიკელების ასევე იწვევს, ასე ვთქვათ, უნდობლობას თურქებში და ამიტომ თურქები ძირითადად საკუთარი შეიარაღების განვითარების მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის აქტიურად მუშაობენ საკუთარ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400 ნაირსახეობის, რომელიც თურქეთს გააჩნია და ამის გამო F-35-ის პროგრამის მიღმა არის დარჩენილი, რეალურად გადაწყვეტილი აქვს თურქეთს დიდი ალბათობით, რომ დაუბრუნებს რუსეთს, იმიტომ რომ როგორც ჩანს თვითონაც მიხდნენ, რომ დიდად ეფექტური ეს არ იქნება ამერიკელების წინააღმდეგ თუ დასჭირდებათ, ამით იმედი აქვს, რომ შეიძლება მიიღოს F-35-ები, რაც სერიოზული წინსვლა იქნებოდა, იმიტომ რომ მაგის გარეშე სერიოზულად ჩამორჩება ისრაელის შესაძლებლობებს, მაინც, თუმცა საერო თავდაცვის სისტემები ეროვნულ წარმოებაზე აკეთებს აქცენტს ძირითადად თურქეთი. გარდა ამისა, თურქეთი საინტერესო რაკეტებს აწარმოებს ახლა, რა თქმა უნდა, დრონების მიმართულებით, არა მხოლოდ ბაირაქტარის, არამედ კიზილ-ელმას, აკინჯის მიმართულებით სერიოზული წინსვლა გააჩნია თურქეთს და ნაწილს აქედან ყიდის საუდის არაბეთში, ანუ ეს არ არის რაიმე ახალი მათი თანამშრომლობა. პაკისტანს რო ყიდის, უკვე გითხარით, ანუ ერთად არიან იქაც და აქტიურად თანამშრომლობენ. ასე რომ ეხლა ამ მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერიადს და ისლამაბადს, ანუ საუდის არაბეთს და პაკისტანს გადაწყვეტილება აქვთ მისაღები იმის შესახებ, მიიღებენ თუ არა თურქეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს და სხვადასხვა მნიშვნელოვანი გამოცემა, როგორიც არის Middle East Eye, მაგალითად, ღიად საუბრობს იმაზე, რომ ასეთი მოლაპარაკებები ამ მომენტისთვის მიმდინარეობს. ნუ უნდა ითქვას, რომ საუდის არაბეთის და თურქეთის ურთიერთობები წარსულში ზოგადად კონკურენციასაც იწვევდა, მათ შორის მხარეებს ჰქონდათ კონკურენციის გავლენა ძირითადად ესე იგი სირიაში და სუდანში, თუმცა ეხლა გარკვეულწილად სირია მართალია აიღეს ძირითადად თურქებმა, მაგრამ რეალურად თურქები აშკარად ხარს უჭერენ, ან არ უშლიან ხელს, ესე იგი შარაას, რომ შარაამ მართოს ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები აქტიური და თანამშრომლობა საუდის არაბეთთან, მათ შორის საუდის არაბეთი აქტიურად მონაწილეობს სირიის ეხლა აღდგენის პროცესში და soft power-ი აქვს გავრცელებული. და აქ იყოფენ ინტერესს სირიაში თურქები და საუდის არაბეთის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი ჟესტი მნიშვნელოვანი, რომ მხარეებს ჰქონდათ გარკვეული წინსვლა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ კონკრეტული პოზიცია ჩვენ არ ვიცით. ერთადერთი პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის სახელმწიფო მედიას ანადოლუს უთხრა, რომ კარები არის ღია და ეს არის ფუნდამენტური უფლებაო ჩვენთვის მუსლიმებისთვის ჰქონდეს თავდაცვის კოლექტიური მექანიზმიო, ანუ ნატო. და აქ ჩნდება ძალიან საინტერესო კითხვა. ძალიან საინტერესო კითხვა. ანუ მუსლიმები თუ ქმნიან თავის თავდაცვის კოლექტიურ სისტემას, ნატო ვისი თავდაცვის სისტემა არის? და თუ ნატო პირობითად ქრისტიანული თავდაცვის სისტემა არის,
მაშინ თურქეთს იქ რა უნდა? კეთილი. ეს კითხვა შეიძლება იყოს ჩავთვალოთ, რომ დაუშვათ ეს კითხვა არის გადაჭარბებული. მაშინ სხვანაირად დავსვათ კითხვა. როგორ მიიღებს მონაწილეობას თურქეთი ერთდროულად ნატოში და ერთდროულად აი ამ ისლამურ ნატოში? ან ისლამურ სამხედრო ალიანსში. ნატო რო არ დავარქვათ. როგორ? რანაირად? საკმაოდ რთული იქნება ეს. ძალიან რთული იქნება. ჯერ ნატოს წევრებს ვერ აუხსნი ამას, მერე რამე რომ მოხდეს, რანაირი რეაგირება. ნუ ერდოღანი ვაღიაროთ, არის მასტერ კლასებს გვიჩვენებს ორსკამზე ერთდროულად ჯდომის. ანუ ნიჭიერია ნამდვილად გეოპოლიტიკაში და ორსკამზე წარმატებულად ზის. თან დასავლეთშიც არის, თან აღმოსავლეთშიც. თან დემოკრატებთანაც მუშაობს, თან დიქტატორებთანაც მუშაობს. და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს აკმაყოფილებს და ეს თქვენთან ერთად ვნახეთ ანალიზში თურქეთის ეკონომიკის, მაგრამ რამდენ ხანს გასტევს ეს პოლიტიკა, მით უმეტეს ასეთი ალიანსის პირობებში ძალიან რთული სათქმელია. ნუ უნდა ითქვას, რომ საინტერესო არის, რომ ამ კუთხით ირანს ჰქონდა სურვილი აქეთ ამაში შეერთების და ესეთი განცხადებაც გააკეთა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამაზე საუბარიც არ არის, საუდის არაბეთი და პაკისტანი არ განიხილავენ ამას. რატომ? ირანი არის შიიტური, ეს ორივე ქვეყანა არის სუნიტური და თურქეთიც არის სუნიტური. ან თურქეთის მიღება არის გაცილებით უფრო რეალისტური. გარდა ამისა, პრინციპში ეგვიპტე არის საინტერესო მაგალითი, რომ შეიძლება ეგვიპტეც შეუერთდეს აი ამ კონკრეტულ ალიანს უსაფრთხოების. მაგ შემთხვევაში იქნებოდა პაკისტანი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, თურქეთი, ანუ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი სუნიტური მოთამაშე, გამოკლებით შემდეგი მნიშვნელოვანი ისლამური, მაგრამ არა სუნიტური, არამედ შიიტური მოთამაშისგან, როგორიც არის ესე იგი ირანი. ახლა პრინციპში თქვენთან ერთად რომ შევაჯამოთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს გამოიწვევს ზოგადად ირანში ახლა არ სცალიათ, მაგრამ ზოგადად, როცა ეცლებათ, ან რა ფორმატიც იქნება. ნახოთ, თუ ეს რეჟიმი დარჩა, პრობლემაა მათთვის, თუ იქნება სეკულარული, არა რელიგიური რეჟიმი, ხელისუფლება, მათ შორის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაში, პირიქით შეიძლება სხვა რამე აღმოჩნდეს საერთოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ირანისთვის ეს არის საფრთხე, გაერთიანებული არაბული საამიროებისთვის არის ეს პრობლემა, სერიოზული, იმიტომ რომ ისრაელთან თანამშრომლობენ, სუნიტები არიან, მაგრამ ამ უსაფრთხოების არა მხოლოდ გარეთ რჩებიან, არამედ იემენში ვნახეთ, რომ საუდის არაბეთი პირდაპირ ეჯახება და არ ერიდება გაერთიანებულ არაბულ საამიროებს. ასე რომ, აი თურქეთის გაწევრიანების საკითხი აქ არის ძალიან საინტერესო, მე ცხადია არ წავალ სპეკულაციებში, არ ვიტყვი ჩემს პოზიციას რა იქნება ზუსტად, მიიღებენ თუ არა თურქეთს, მაგრამ ჩემი ანალიზი მეუბნება, აი რაც მათ შორის ჩამოვთვალე, რომ უფრო მეტია შანსი, რომ მიიღონ თურქეთი, ვიდრე რომ უარი უთხრან. და შეიძლება 70-20-ზე იყოს დაახლოებით შანსები ამ მომენტისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები ამ თემის მიმართულებით გვექნება, ჩვენ ამ თემის ანალიზი გვჭირდება, განსაკუთრებით გეტყვით პირდაპირ და დარწმუნებული ვარ, ამას პრაქტიკულად ქართულ მედია სივრცეში, ანუ ტელევიზიებში ხომ ვერ შეხვდებით, ჩემი აზრით, მათ შორის ანალიტიკურ გადაცემებში და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავიწყე ეს არხი იყო ის, რომ მე თვითონ მქონდა გარკვეული წინააღმდეგობა ან უკმაყოფილო ვიყავი იმით, რომ ჩვენს მედიაში უბრალოდ ესეთი ანალიზი არ არის. და რა მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება და ამის გამოტოვება არ ვიცი, რანაირად შეიძლება, მაგრამ ნუ ეგრე გამოდის. მეორე YouTube-ის მიმართულებით შეიძლება იყოს ამ მიმართულებით ანალიზი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად და სრულყოფილად ვიცი ყველა ანუ YouTube-ი ქართული არხი და ვინც არის ანალიტიკოსი ან გამომცვლელი კომენტატორი და ასე შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგადად ქართული YouTube-ი ამას ალბათ დამეთანხმებით ამაში არ არის ჯერ იმდენად განვითარებული, რამდენადაც კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო. ამიტომ ვფიქრობ, ქართულ YouTube-ს ეს თემაც და საერთოდ ჩვენი მუშაობაც გაამდიდრებს, რაც ძალიან კარგია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით მომდევნო ანალიზის დროს.